ჰოი დედაო ჩემო, არაუგულებელ ყოერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა მეოხებითა შენითა მათთვის. ქართლის ცხოვრების მიხედვით ამ სიტყვებით მიმართა დედა ღვთისას ზეცად ამაღლებულმა მაცხოვარმა ქართველი ერის შესახებ. ივერთა მოდგმა ყველა ქრისტეს მოყვარე ერის მსგავსად უფლის რჩეულ ხალხად იქცა. ამ სიყვარულის ნიშნად პირველ საუკუნეშივე ჩვენმა ერმა ზეცით ქსოვილი კვართი უფლისა მიიღო, ერთიანი, მთლიანი და დაუნაწევრებელი. ნიშნად იმისა, რომ მეორედ მოსვლამდე საზეპურო ერი მის წიაღში შენახული კვართის მსგავსად ერთიანი, მთლიანი და დაუნაწევრებელი უნდა დარჩენილიყო, თუ კი ქრისტიანობას დაიცავდა. ათეულ ტომებად ქცეული ქართული ეთნოსი ქრისტეშობამდე 3-4 საუკუნით ადრე უფალმა ერთ-ერთ აქცია ეროვნული სახელმწიფოს დაარსებით. ერთიან ქართლის სახელმწიფოს ქართლის სამეფოს, ხოლო უცხოელები იბერიას უწოდებდნენ. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა მამები უცხოელ საეკლესიო მოღვაწეთა დარად ღვთისმშობლის წილხვედრიერის წინაპრებს ცნობის წადილით ეძიებდნენ. მართლაც ჩვენ ქართველები რომელთა ნათესავთა შვილნი ვართ. ჩვენი პირველი წინაპრების შესახებ არის თვითონ წმინდა წერილშიც კი ცნობები. ბიბლია ახსენებს ჩვენს წინაპრებს თუბალს და მოსოქს. ამით ჩვენ რა თქმა უნდა ვართ ამაყნი, იმიტომ რომ ბიბლია ძალზე ბევრი ხალხის წინაპრებს არ ასახელებს, მაგრამ ასახელებს ქართველთა წინაპრებს. იოსებ ფლავიუსი ერთ-ერთი უდიდესი ისტორიკოსი, რომელიც პირველ საუკუნეში მოღვაწეობდა, წერს, რომ იბერები არიან თუბალის ძეები, ანუ თუბალისაგან წარმოშობილი ხალხი არის იბერები. ვინ იყო თუბალი? თუბალი იყო იაფეტის ძე. ჩვენ ვიცით, რომ წმინდა წერილში არის გენეალოგია გადმოცემული თვითონ კაცობრიობისა. წარღვნის შემდგომ გადარჩა ერთადერთი ადამიანი, ეს იყო ნოე. მას ჰყავდა 3 ვაჟი, სემი, ქამი და იაფეტი და ამ 3 ვაჟის გამრავლების შედეგად ჩამოყალიბდა სოფლიოს ყველა ხალხი და სოფლიოს ყველა ერი. და მათ შორის იყო, როგორც ვთქვით, იაფეტის ძე იყო სწორედ მოსოქი და თუბალი, რომლისგანაც არიან წარმოშობილი ქართველები. იაფეტისგან ქართველთა წარმომავლობას მოწმობს ქართლის ცხოვრებაც, ჩვენი უმთავრესი, ეროვნული სიწმინდის ხარისხამდე ამაღლებული წიგნი. მისი კონცეფციის თანახმად ქართველი ერი საქართველოს მიწა-წყალზე ჩამოყალიბდა. ქართველ ტომთა ეთნარქები იყვნენ ქართლოსი და მისი ძენი. მათი წინაპარი თარგამოსი კი სამხრეთის ქვეყნიდან ჩამოსახლდა ამიერკავკასიაში. ეზეკიელი განსაკუთრებით ბევრს წერს თუბალისა და მოსოქის შესახებ. ეს ამბობს ასეთ რაიმეს, რომ ღვთის რჩეულმა ერმა, ისრაელის ერმა დაუშვა მძიმე შეცდომები, იმით რომ შეცოდა წინაშე ღვთისა და ბევრჯერ ესე იგი სხვა ღმერთები აერჩია თავის ღმერთად და ეს იყო უდიდესი ცოდვა. ამიტომაც უნდა დაისჯულიყო ისრაელის ხალხი, მაგრამ ამბობს ის, რომ დაისჯება არა მარტო ისრაელის ხალხი, არამედ დაისჯებიან მის გარშემო ცხოვრები ხალხებიც. უფალს სურს არა მათი დასჯა ამ პირდაპირ მნიშვნელობით, არამედ სურს, რომ მათ შეიმეცნონ ერთი ღმერთი, ანუ ისინი იყვნენ ერთი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემლები. აი ამისთვის იყო ეს სასჯელები, რომ და მართლაც ის ჩამოთვლის თუ რომელი ხალხები დაისჯებოდნენ. ყველა წინასწარმეტყველება ახსულდა, განსაკუთრებით ეგვიპტის მიმართ ახსულდა წინასწარმეტყველება დიდი, ძლიერი და დიადი ეგვიპტიდან დარჩა ძალზე დასუსტებული ეგვიპტე, რომელიც მერე ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო. ასევე სხვა ხალხების მიმართ, მათ შორის როგორც ვთქვი, თუბალის და მოსოქს, ეს იყო ერთი ძლიერი ხალხი, ისინი თუბალის და მოსოქის ხალხები ცხოვრობდნენ ტიგროსის და ეუფრატის სათავეებში, ეს არის ვანის ტბასთან ახლოს, საქართველოსთან ძალზე ახლოს. ჩრდილოეთის სხვა ხალხთა მსგავსად დაეცა მეშექი და თუბალი. წინასწარმეტყველი ეზეკიელი მათ სხვა ჩრდილოელ ხალხებთან ერთად ასახელებს, რომელნიც ცოდვათა გამო დაისჯებიან. მეშექისა და თუბალის ძველი დიდებისაგან დაცემა და უმნიშვნელო ტომად ქცევა შეუმჩნეველი არც მე-20 საუკუნის ისტორიკოსებს დარჩენიათ. ივანე ჯავახიშვილი წერს, რომ მე-4 საუკუნეში პირველ ქართველთა დიდებულებმა მათი სახელმწიფოები, ქალაქები, კულტურის ბრწყინვალება აჩრდილად იქცა. უკვე მე-4 საუკუნეში ქრისტეშობამდე ქართველთა ძველი დიდება მეზობლებს თუ ახსოვდათ. თუმცა კი მათი სახსენებელი უფალმა არ გააქრო. თუბალისა და მოსოქის ხალხი რამდენიმე ნაკადად დაიძრა კავკასიისკენ, სადაც ეგულებოდათ სახელგანთქმული კოლხეთი, სახელმწიფოებრივი გაერთიანება თავისი მონათესავე ქართული ტომებისა.
როგორც ჩანს, ეს თუბალის და მოსოკის ხალხები შეერივნენ კოლხეთის ხალხს და ეს იყო ერთი ხალხი, ერთი ეთნოსი. კოლხეთი იყო ძალზე ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ქვეყანა, დასახლებული ჩვენი ხალხით, ჩვენი ერით და საბოლოო ჯამში ჩვენი მომატიანები ამბობენ, რომ აქ ჩამოყალიბდა სახელმწიფო არიან ქართლისა, სამხრეთიდან ისინი წამოვიდნენ უფრო ჩრდილოეთით და არიან ქართლის სახელმწიფოში უკვე ეს ერთიანი ხალხი ქართულობისა არსებობს. წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ბერი არსენი ამბობს, ჩვენ ქართველნი შვილნი ვართ მათ არიან ქართლით გადმოსულთანი და ენა იმათი ვუწყით. არიან ქართლით გამოსული ხალხი ქრისტეშობამდე დასახლებულა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ალექსანდრე მაკედონელის მიერ, რომელმაც იწყო შენებად ქვეყანასა ჩვენსა, ხოლო თანახვა აზოვე ძე არიან ქართველთა მეფეთა და მისცა ქვეყანა ესე ჩვენი სამეუფოდ და სამკვიდრებელად და გაუჩინა საზღვარი ჰერეთი და ეგრის წყალი, სომხითი და მთაი ცროლისაი. ერთიანი ქართული სახელმწიფოს დასავლეთის საზღვარი ყოფილა ეგრისის წყალი, დღევანდელი ბედიის ტერიტორია აფხაზეთში, ხოლო აღმოსავლეთისა კი მთა ცროლისა, დღევანდელი ხევსურეთი. აზონი სასტიკი და სისხლიანი კაცი ყოფილა. მას ქართველთათვის იარაღის ტარების უფლებაც კი არ დაურთავს და ყოფილა ჭირი დიდი ნათესავსაზე და ქართველთასა. ამ დროს ჩვენთან ადგილობრივი დიდებულებიც არსებობდნენ, რომელთაც მიიჩნევიათ, რომ მათი დინასტიური შტო იმსახურებდა სამეფო ტახტს. სწორედ ასეთ ვითარებაში გამოჩნდა ფარნავაზი, ქართველთა განმანთავისუფლებელი. ლეონტი მროველი ფარნავაზის ამბის გადმოცემისას წერს, რომ იგი იყო მამულად ქართლელი, ნათესავი უფლოსი, მცხეთოსის ძისა. მისი გენეალოგია ასეთია: ქართლოს, მცხეთოს, უფლოს, ფარნავაზ. როგორც მემატიანე მოგვითხრობს, ეს იყო კაცი გონიერი, მხედარი შემართებული და მონადირე სახელოვანი. ერთხელ სიზმარი იხილა, უკაცური სახლიდან გასვლას ლამობდა, მაგრამ არ შეეძლო. მაშინ სარკმლიდან მზის სხივი შემოვიდა, წელზე შემოერტყა, გაიზიდა და სარკმლიდან გაიყვანა. შემდეგ მზე დადაბლდა და ფარნავაზი მის სხივს ხელით შეეხო. ცვარი მოხოცა და პირზე იცხო. იმ დღეებში სანადიროდ წასული დიღმის ველზე ირმებს გაეკიდა. სტყორცნა ის არის, კრა ირემს და დასცა ერთი კლდის ძირას. ამასობაში გაწვიმდა და ფარნავაზმაც ამ კლდის ძირში ამოქოლილი გამოქვაბული შენიშნა. ახლოს მივიდა, გამოარღვია კარი და შიგ შესულმა მეუწვდომელი განძი იხილა. ის რაც შემდგომ მოხდა ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა ძლიერი იყო იმ უძველეს დროსვე, ქრისტეშობამდე 100 წლეულებით ადრე, ჩვენი წინაპრების ეროვნული ერთიანობის გრძნობა. როგორ ჰქონდათ ქართველ ტომებს შენარჩუნებული ეთნიკური ერთიანობის სიმძაფრე. ფარნავაზი შიკრიკს აგზავნის ეგრისის დასავლურ ქართულის აერისთავოს მეთაურთან ქუჯისთან და მომხდარს აცნობს. ამ ამბით გახარებული ქუჯი კი შეუთვლის: ახსდեք და მოვედ ჩემთანა და ნუ შურობ ხვასტაგსა შენსა. ხვასტაგითა შენითა განგიმრავლნეს პანი შენი, ვიდრე გამოჩნდეთ მტრად აზონისა, მაშინ განიხარონ ყოველთა ქართველთა. ამ პასუხის შემდეგ ეგრისში დიდი სიხარულით ჩასულ ფარნავაზს ქუჯი ასეთი სიტყვებით მიეგებება: შენ ხარ შვილ თავთა მათ ქართლისათა და შენ გმართებს უფლობა ჩვენი, შენ ხარ უფალი ჩვენი და მე მონა შენი. რატომ უნდა ყოფილიყო ფარნავაზი უფალი ქუჯისა და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისა? როგორც სტრაბონი წერს, რომ იბერიაში არის ეს რამდენიმე გვარი და ერთი არის დიდებულების გვარი, რომელიც მართავს იბერიას და ამ დიდებულებიდან გამოდიან ყველა მართველები. როგორც ჩანს, ასევე იყო უფრო ადრე სტრაბონამდე, ეს არის 3 საუკუნით ადრე იყო ეს ფარნავაზი და ქუჯი. ამ დროსაც მიიჩნევა, როგორც ჩანს, აი ამ ქუჯის პასუხიდან ჩანს, რომ იბერიაში, ანუ ამ საქართველოში მიიჩნეოდა, რომ ერთ სამეფო დინასტიას უნდა ემართა ქვეყანა და ეს არის, როგორც ჩანს, სწორედ ის მცხეთოსის ძე უფლოსი და როგორც ჩანს, ეს მცხეთოსის ძე უფლოსი მიიჩნეოდა საერთო ზოგად წინაპრად, რომელიც შთამომავალიც იყო ფარნავაზი და ქუჯის მიაჩნდა, რომ სწორედ აი ამ მცხეთოსის, ანუ ქართლოსის ერთ-ერთ შთამომავალს უნდა დაქვემდებარებოდა მთელი დასავლეთ საქართველო და მათ შორის თითოეულს უნდა დაქვემდებარებოდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ამ საგანძურით ეგრისში დაქირავებულ მეომრებს ქართლის ცხოვრება ასე მოიხსენიებს: მხედარნი ქართლოსიანი, მხედარნი ქართლისანი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ერის კონსოლიდაციაზე. აზონის დამარცხების შემდეგ ფარნავაზმა კლარჯეთი შემოუერთა თავის სამეფოს და დაბრუნდა მცხეთაში. ასე ჩამოყალიბდა ერთიანი ქართული სახელმწიფო, რომელიც მეფემ საერისთავოებად დაყო.
პირველთა შორის მემატიანის მიერ სახელდება ქუჯიერის თავი ეგრისისა, რომელიც გახდა ფარნავაზის სიძე და საერისთავოდ მიიღო ქვეყანა ყოვლისა ქართლისა, ეგრის წყალსა და რიონს შორის, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ენობრივი რეფორმა იყო ფარნავაზისა. მან განავრცო ენა ქართული და არ გაეზრახებოდა ქართლსა შინა სხვა ენა თვინიერ ქართულისა. ქართლი ერქვა მთლიანად ამ ქვეყანას, ანუ ეგრის წყლიდან მოყოლებული. დღეს ჩვენ მიჩვეულ ვართ, რომ უწოდებთ ქართლს გეოგრაფიულ ტერიტორიას ლიხის მთიდან თბილისამდე, მაგრამ ძველი ჩვენ მატიანეებში, თუ ვნახავთ ჩვენ მატიანეებს, ნახავთ, რომ ქართლი არის ვრცელი ქვეყანა, მთელი ქვეყნის სახელია ქართლი, ეგრის წყლიდან ცოლის მთამდე და ჰერეთამდე და ალბანეთამდე, ეს არის ქართლი. ხოლო ამ ტერიტორიას ლიხისთვიდან თბილისამდე ერქვა შიდა ქართლი და ერთ-ერთი სპასპეტი მართავდა, მას სპასპეტი სასპასპეტო იყო. ანუ მან ეს როგორც ვთქვით, არის რომ არ იზრახებოდა ქართლსა შინა, ანუ ამ მთელ საქართველოს სამეფოში, ანუ ქართლის სამეფოში სხვა ენა თვინიერ ქართულისა და მან შექმნა წიგნობრობა ქართული. პავლე ინგოროყვას თანახმად ფარნავაზი ქრისტეშობამდე 284-219 წლებში მეფობდა. 284 წელს დამყარებულა ქართული წელთაღრიცხვა. აქედან იწყება ქართული ნაციონალური ერა. ეს არის თარიღი იბერიის სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და ფარნავაზიანთა დინასტიის დამკვიდრებისა იბერიის სახელმწიფოს ხელისუფლების სათავეში. ასე რომ ქართველთ საერთო ისტორია, საერთო წარსული, ერთიანი მწიგნობრობა და კულტურა აქვს. ჩვენს ქვეყანაში მაცხოვრის პირველი მოციქულის შემოსვლამდე 3-4 საუკუნით ადრე ქართველი ერის ფორმირება, ერთიანი ხალხის ერის სახით ჩამოყალიბება უკვე დასრულებულია. წმინდა მოციქულმა ანდრიამ მხოლოდ ერთ ქართულ ენაზე უქადაგა ჭეშმარიტი სჯული ქართულ სახელმწიფოში მცხოვრებ ქართველ ერს, ერსა მას საზეპუროს.